დავით ხალვაშის მეტსახელად ქფთ საქართველოში დაბრუნების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ გამართლდა. აღნიშნული შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის ასლან აბაშიძის დაცვის უფროსის ადვოკატმა დავით ჯაფარიძემ მიაწოდა. ადვოკატის განმარტებით აბაშიძის დაცვის უფროსი საქართველოში საკუთარი სურვილით ბრუნდება და მოითხოვს მისი საქმის გადასინჯვას. ჟურნალისტები დავით ხალვაშს სარფის გამშვებ პუნქტთან ღამის 11 საათამდე ელოდნენ, თუმცა ადვოკატის თქმით მას მოუწესრიგებელი დოკუმენტაციის გამო საბაჟოზე საზღვრის გადმოკვეთისას პრობლემა შეექმნა და იგი უკან დაბრუნდა. საზღვართან მას აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსი თემურ კუპატაძეს ელოდებოდა. შეგახსენებთ, რომ დავით ხალვაშს 2005 წელს დაუსწრებლად წაუყენეს ბრალი აჭარაში უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შექმნასა და ხელმძღვანელობისათვის მას ასევე კმარასა და ჩვენი აჭარას აქტივისტების დარბევაში ადანაშაულებენ. ჩვენ სასამართლოში არ დაწყებულა დაცვის მტკიცებულებების გამოკვლევა და არ დამდგარა დავით ხალვაშის დაკითხვის დრო. მიუხედავად აღნიშნულისა, დავით ხალვაშმა მაინც გადაწყვიტა, რომ შემოსულიყო საქართველოში მას ჯერავს ჩემგან განსხვავებით დღევანდელი ხელისუფლების და სასამართლოს. დავით ხალვაში არავის არ ემალება, არც მალულად აპირებს საქართველოში შემოსვლას, არც თავის დროზე დაიმალებოდა, მაგრამ იოლი მისახვედრია თუ რა დღეში ჩაგდებდა წინა ხელისუფლების სასჯელ აღსრულების დაწესებულებები დავით ხალვაშს. სავარაუდოდ ის დღეს ინვალიდი იქნებოდა.